გამარჯობათ, მე ვარ geocadri.org-ისა და mysite.com-ის თავარი ადმინისტრატორი და დღევანდელ ვიდეოში მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ უნდა შევცვალოთ საიტზე ფონტები, ანუ ტექსტი. თუ გვინდა გადიდება, თუ გვინდა სხვანაირი შრიფტის დაყენება, შევცვლით ამ ვიდეოს საშუალებით. ხო და ეს მაგალითი მე მინდა გაჩვენოთ mysite.com-ის მაგალითზე. ანუ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოამზადოთ შესაბამისი ფონტი, რომელსაც დავაყენებთ საიტზე. შევდივართ FTP სერვერზე, ანუ FileZilla არის ესეთი პროგრამა, რომლის საშუალებითაც დღეს ვიხსენებთ. ვხსნით იმ საიტს, რომელსაც გვინდა შევცვალოთ ფონტი. შევდივართ publish.dml-ში, ვხსნით templates, mysite.com, ანუ იმ დიზაინს ვხსნით, რომელშიც უნდა შევცვალოთ ფონტი. შევდივართ ფონტში, მე აქ ატვირთული მაქვს შესაბამისი ფონტები, მაგრამ რადგან თქვენს უნდა ნახოთ, ავტვირთავ ისევ. ჩავანაცვლეთ, ეხლა გამოვდივართ აქედან და CSS-ში შევდივართ. CSS-ში არის განყოფილება ტექსტური რედაქტორის საშუალებით იხსნება სტილეს, ანუ სტილები საიტის. აქ არის აგერ მოცემული სამ კატეგორიად სტილები, ანუ ყველა სხვადასხვა განყოფილებას აქვს თავისი შრიფტი. მე კი მინდა ყველაზე ერთი შრიფტი დავაყენო. ვაკოპირებ იმ ფონტის სახელს, რომელიც ჩავაგდეთ FTP სერვერზე. ამ სახელს ვსვამთ ამ ძველი სახელების ნაცვლად. შევინახოთ. აიტვირთა. ეხლა კი გავასვთავოთ ისტორია, რადგან ისტორიის გავსვთავებლად შესაძლებელია 90% არ გამოჩნდეს. განვაახლოთ საიტი. აგერ როგორც ხედავთ, ჩვენი შრიფტები შეიცვალა, უფრო დიდი შრიფტით და უფრო ლამაზი შრიფტით გამოჩნდა. თუ რაიმე დამატებითი კითხვები გექნებათ, თქვენ შეგიძლიათ დამიკავშირდებოდეთ geocadri.org-ზე და mysite.com-ზე. მოხარული ვიქნებით თუ რამით დაგეხმარებით. ასევე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი